ერთი ძველი თბილისელი კაცი მიამბობდა ესეთ ამბავს, რაც ჩვეულებრივი 100,000-ობით ასეთი ამბის მსგავსია. არა, ზაფხული, შავი ზღვის სანაპირო, გაგრა, ახალგაზრდა 61 თუ 2 წელია. სადა ბიჭები, თბილისელები, რა ქვია, კარუჯოა, კეიფი და რა თქმა უნდა ჩრდილოეთიდან ეს ამბავი. დესანტი და საზაფხულო დამსვენებლების რაღაცა და იქ ძალიან დაუმეგობრდნენ რამდენიმე თბილისელი ბიჭი უმეგობრდება რამდენიმე გოგოს ჩრდილოეთიდან. კიევიდან მინსკიდან რაღაცა ეს. ხოდა ნუ იქ როგორც ხდება დიდი თავმოწონება რაღაც თავშეყრები, კაფეები, შამპანი რაღაცა და ეს პირველი დღე რაღაც ცოტა ტრაბახიც ისა ეს საუბრობ დიდი ჟღურტუ როგორც არის ხოლმე ჩვეული სურათი რაღაცა ძველი იქ რომ მიდის და აი ჩვენ აქ ფეხბურთელები გვყავს ძმაკაცები შეიძლება სულ არ არიან ძმაკაცები მაგრამ ეს ფეხბურთელი მაშინ პირველი გაგრაა და ეხლა როგორ ბარქაია და გიორგი სიჭინაო და შომარო არა ჩვენ ეხლა და ხვალ იქ წავალთ რა ქვია საფხული სეზონი კარგი და ერთი გოგო ამბობს აი ეს ფეხბურთი აღარ შემიძლია ეს გოგო ამბობს ახლა როგორ რატო აღარ შემიძლია მამა ჩემი არის ამ ფეხბურთზე გადაყოლილი ადამიანი ჩვენთან სახლში სულ ფეხბურთია ეს არის და ესენ და ახლა ფეხბურთელი იყო მწვრთნელი არა მსაჯია მამა ჩემი საერთოდ ეს საიდან ხართ თქვენ აკიევიდან რაგვარი ხართ მამა მიხონა ცაპავეცკაია მამა და ადგილენ ეს არ მინდა ძმაო ერთმა თქვა მოშორდეს აქე არ მინდა წავედით არც ამათი ის მინდა არც ამათი ეს წავედ ადგილ ეს გოგოები დარჩნენ ასე და ავდექით და წამოვედით არაფერი აი ესეთი ისტორიაა რა ქვია რა მიამბეს ეხლა ამას ვისამაგ გადამოწერილი ძველი გადამოწერილი კომპიუტერი არის ხო მაშინდელი და უნდა წავიკითხო ეხლა რა გაზეთი ლელო 1960 წელი 1 ნოემბერი უკანასკნელ საათს ეს ყველა მიცის ვისაც გაზეთში უმუშავე განსაკუთრებით ძველ დროს რას ნიშნავს უკანასკნელ საათს ეს არის რომ ადგილია დატოვებული აწყობილ გაზეთში რედაქცია იცდის სტამბა იცდის ერთი 60 კაცი იცდის მოკლედ აი ამას ელოდებიან წავიკითხავ ახლა გუშინ გვიან ღამით რედაქციას დაუკავშირდა ჩვენი სპეციალური კორესპონდენტი რომელმაც აღნიშნული მატჩის ირგვლივ შემდეგი გადმოგცა. ფინალური მატჩის გამართვამდე 2 დღით ადრე თბილისის დინამოს ხელმძღვანელობამ, როდესაც ცნობილი გახდა, რომ ფინალური მატჩის ჩატარება დავალებული ჰქონდა უკრაინელ მსაჯთა ბრიგადას ცაპოვეცკის ხელმძღვანელობით, ფეხბურთის ფედერაციას მიმართა. შეეცვალათ ფედერაციის შერჩეული ბრიგადა ლიტველთა ბრიგადით. რომელიც სჯიდა თბილისელთა ნახევარფინალ მატჩს შახტიორთან, დონეცკის შახტიორთან, რომელიც დინამომ მოიგო და გავიდა ფინალში, რომ მოსკოვის ტორპედოს შეხვდეს. ხანგრძლივი დავის შემდეგ ფედერაციის ხელმძღვანელობამ მიიღო გადაწყვეტილება და ფინალური შეხვედრის ბედი ისევ ცაპოვეცკის მიანდო. ცაპოვეცკიმ ამ დღეს თავი ისახელა არაობიექტურობით. ჩათვალა გუსაროვის აშკარა თამაშგარე მდგომარეობიდან გადანილი მეორე გოლი, ხოლო მაშინ როცა ანგარიში იყო 3-3, მეკარის პირისპირ გასული იამანიძე ტორპედოელებმა აშკარად მოწელეს. მან არ დანიშნა 11 მეტრიანი. დინამოელები ერთი თავით მაღლა იდგენ. მოწინააღმდეგესთან შედარებით და ცუდი მსაჯობის შედეგად დამარცხდნენ. მატჩი გაპროტესტებულია. ეს არის აი ბოლო ინფორმაცია მოსკოვიდან. ამის მაღლა არის თამაშის თვითო რეპორტი, აღწერილობა ლელოში. ანუ ის ადრე მოვიდა და ეხლა მე კიდე ლაპარაკები იყო და ეს არის 1960 წლის 30 ოქტომბრი, ეს 1 ნოემბერია. ანუ ღამე ელოდებიან რომ რამე ბოლო ცნობა მოვიდეს იქიდან აქ.
30 ოქტომბერს იყო ეს თამაში ლუჟნიკებზე. ბევრი ხალხი მიდოს, სხვადასხვა არა მარტო ტორპედოს გულშემატკივარი დარჩენილია ერთწუთიანი პატარა კადრი ამ თამაშის რატომღაც ერთად მაყურებლებია და ბოლო გოლია იქ მეტი არაფერი არ არის. ხო და ქართველებით ჩანან კეპებით და ის და შორიდანაც კი ჩამოვიდენო დიქტორის ტექსტი ამბობს ამ თამაშის საყურებლად. Идет финальный матч на Кубок СССР по футболу. Ни снег, ни холод не помешали болельщикам заполнить стадион в Лужниках. Многие приехали издалека посмотреть эту встречу. 90 минут прошло. Градус წერია ოქროში, მაგრამ ნუ ყინვა მოედანი ცუდი იყო რა. ჩვენ ხოც ყველაფერს მე ვაქცევთ ყურადღებას და უნდა მივაქციოთ კიდევაც. მაშინ მით უმეტეს ამას მნიშვნელობა ქონდა. მნიშვნელობა ნამდვილად ქონდა, იმიტომ რომ აი ბასას წიგში რო აი მოედანს ბედნიერებაა, იმ საფრანგეთში რო ხდება აქ თამაში რა ბედნიერებაა. მე ინგლისში ყველაერად არის, მაგრამ მაინც მოკლედ სამხრეთის მოედნები მაინც უკეთესია, მაშინ ჯერ არ არის თქო. ეს ნუ თამაში გადაიტანეს ეგეც საეჭვო იყო. მე არ ვიცი ხე სტატისტიკოსებს ეცოდინებენ ეს ჩაპოვეცკის რა თამაშები აქვს დინამოსში ნამსაჯი და რა არის იქ და რაღაც ყოველთვის ესეა და ითხოვენ ამ ლიტველებს ნახევარფინალში ჩვენ მოუგეთ ამ დონეცკის შახტიორს დამატებით დროში და იყო ლიტვური ბრიგადა. ლიტვინასი იყო მთავარი მსაჯი თუ არა ვცდები და მეორე იყო ანზული მესამე არ მახსოვს ანზულის ცნობილი მსაჯია ჩვენ კარგად მსაჯობდა ხოლმე რა მერე 68 ჩემპიონი გავხდით ხო ლატვიელი იყო მსაჯი რუბენის იმ კაცს მერე გადააყოლეს რომ 4 გოლი რა ამბავი იყო თამაში იმათთან დალაპარაკა ყოველთვის ძნელი იყო საბჭოთა კავშირში და როგორც ჩანს მანდაც რაღაც ობიექტურობის და სიმპათიების ის არის და კარგია მაგრამ ეხლა ვიღა დაგინიშნავს ხო იმათ ყოველ შემთხვევაში ესე და ესე მოხდა ეს იყო ერთ-ერთი ისეთი გამორჩეული თამაში იმ წლების საბჭოთა კავშირში რა ქვია ძალიან განსხვავდება რაც წერია ლელოში თამაშის რეპორტაჟი და რაც წერია რუსულ გაზეთებში აი ძალიან განსხვავდება რა ერთმანეთისგან ის ძლიერი გუნდია მოსკოვის ტორპედო ხება მაგრამ წინას წარი მას ვიტყვი რა როგორი იყო საქმე და რა იყო მაგრამ არასდროს საბჭოთა კავშირის ჩემპიონი არ ყოფილა ანუ მოსკოვის ბობოლა გუნდებიდან ეს ერთადერთია რომელიც არ ყოფილა ეს არის ქარხნის გუნდი მოგეხსენებათ და უფრო ესეთი აი როგორც სპარტაკი დამოუკიდებელი შედარებით ნუ არის ლოკომოტივიც მაგრამ ის ბევრად ამ დიდებში ყველაზე სუსტი იყო ყოველთვის რა მე შეიცვალა უკვე საბჭოთა იმის მერე თორე ლოკომოტივის ვინაგდებდა ანგარიში საერთოდ ხო აი CSKA დინამო სპარტაკი ხო და მერეა ეს ტორპედო რომელიც ალბათ უნდა ყოფილიყო ყველაზე მაგარი საბჭოთა გუნდი 50-იან წლების შუიდან მანამ დაემართა რაღაცა აი ეს ამ 60 წელს ჩემპიონატი დამთავრებულია და ტორპედო უკვე ჩემპიონი პირველად ისტორიაში გახდა საბჭოთა კავშირის ჩემპიონი და აკეთებს დუბლს თუ ამ თასს მოიგებს ანუ ორივე მაგისი იქნება და აქ ჩვენი მეშვიდე ადგილიდან გამოვძვერეთ უცბად ეს უცნაური ისტორია იმიტომ რომ ტორპედო ითვლება დაჩაგრულ გუნდად და საერთოდ ესე იყო ხოლმე რომ თბილისის დინამოები ყველაზე უფრო ამათთან მეგობრული კარგი ურთიერთობები ჰქონდათ ყოველთვის მაგრამ სულ რაღაცა ამათთან ხდებოდა ეს შეჯახება და ესა და აქ ჩვენ რაღაც ორმაგ იმაში გამოვდიოდით მე დაწოლის ქვეშ ისინი ერთ მაგის ეხლა რა იყო იქ მოსკოვის ტორპედოში 50-იან წლების შუიდან გამოჩნდა ფეხბურთელი რა რომელიც არის რუსეთის ისტორიაში და საუკეთესო ფეხბურთელი ეს ედვარდ სტრელცოვი ამ დროს ის უკვე 3 წელია ზის ის კი არ იყო სტრელცოვი რო ტორპედოს ლიდერი 21 წელს უკვე დაჭერილი იყო ასე რომ გაუპატიურების რა ქვია მოხლით დიდი 8 წელი თუ რამდენიმე ცეცხლ და ცოტა ადრე კი გამოუშვეს მე და რო გამოვიდა კიდე საბჭოთა კავშირის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა მაგრამ ეს იყო უნიკალური ფეხბურთელი ახლა ყველა მიცის ვინ იყო ედვარდ სტრელცოვი რა მაგრამ ნუ რაღაცა უმართა ბიჭათა ჩანდა როგორც მაშინ ამოდენ ვარსკვლავური ავადმყოფობის რა ქვია მე იქ არის რამდენიმე ინტრიგა რომ თითქოს აი ყოვლის შემძლე ქალი იყო ეგეთი კომუნისტი ფურცევა მე კულტურის მე ვითომ იმას უნდა რომ მისი ქალიშვილი შეერთო სტრელცოვმა შეერთო სხვა რუსებს წიგნები აქვს ამაზე ბევრი ნაწერი ამ სტრელცოვის ბედზე და ყველა საზღვარგარეთული ამ ტურნედან იმიდან დაბრუნების დროს სტრელცოვი ცხებდა ეხლა იქ ჩადი ხედავდა იქ
რაც არის და თან ძალიან დიდი რწმენა ჰქონდა საკუთარი თავის და საკუთარი ფეხბურთი. აბსოლუტურად უტეხი ადამიანი რაღაცნაირი. და ძველ იმებს ვთქვამ ჩემთვის გულშემატკივრს, ნუ უკვე 20 წელიწადს წითელი პაბედა ყავდა და მოდიოდა გამყოფ ხაზზე მოსკოვში. ნუ არაყი ქალებდეს ყველა ეს არის, მაგრამ ნუ გამოდის და აი 58 წელს ჩემპიონატს რო ამბობდი წინაებზე იქ რო სტრელცოვი წასულიყვნენ აბსოლუტურად სხვა რაღაცა შეიძლება ყოფილიყო. სწორედ მაშინ დაიჭირეს იმის წინ ანუ არ დაერიდა საბჭოთა ხელისუფლება ამას რომ ესეთი რაღაცა როგორ ვთქვა ამპარტავანი მაგრამ ესეთი გენიალური ფეხბურთელი სრულიად სტრელცოვი წავიდა ცოლი ფეხბურთელად ყავდა წავიდა აგარაკზე მეგობრებთან მოსკოვის სპარტაკის ფეხბურთელებთან დატოშინი და აგარკოვი როგორც მახსოვს და იქ ვიღაც პილოტის აგარაკზე რომელიც ერთ-ერთი ამ სპარტაკენის იქ ვიღაც გოგოები აი ჰუი და ერთ-ერთმა გოგო მიჩივლა თავიდან მე მოყოლა მიჩივლეს მაგრამ ის ორი იმ წუთში გაუშვეს სპარტაკის ფეხბურთელი დაიტოვეს სტრელცოვი მე ის გოგო უარყოფდა თითქოს კალი ნუ მე მგონი ეხლა ცოცხალია ეს დიდი ისტორია მოკლედ რა და ჩასვეს სტრელცოვი ნუ ეხლა საბჭოთა ციხის კანონები იცით ხო თქო ნუ გაუპატიურება ეს არ არის კარგი იქ რო შეხვალ იქ ცუდი თვალით გიყურებენ თვითონ რომ გამოვიდა კიდე საბჭოთა კავშირის ნაკრებში ითამაშა სხვა ადამიანი გამოვიდა კაცი ბიჭი შევიდა კაცი მაგრამ ნუ აი ეს არის მოსკოვის ტორპედო მიხდა ამის ფონზე 2 წლის თავზე ეს გუნდი მაინც ხდება ჩემპიონი იქ ბევრი კაი ფეხბურთელი იყო და მთავარი ეს ივანოვია სწორედ ეს ვალენტინ ივანოვი ამა თუ ეთამაშებდა იმათ ბევრი კარგი ფეხბურთელი ყავდა მაგრამ ზაფხულში უკვე ჩვენ ყავს მეზღვინა აღარ აქვს ბას ამ თამაში არ თამაშობს ბას არის 40 მიტანებული კაცი თამაში არის ხისტი უბედური და მე მგონია რომ არ დააყენა ჟორდანი იმიტომ რომ ერთი კვირის მერე ინგლისში თამაშობს მაგრამ ამ თამაში არ არის მიხვდით დაიწყო იმათ გაიტანეს პენალტი თავიდან რუსულ გაზეთებში წერია რომ გივი ხოჭოლავა როგორც მეკარე ისე გადახტავდა ხელით და აი გახსოვთ კემპესმა რომ 78-ში პოლონეთთან ესე აღწერილი მე არა ქართულში წერია რომ გივი ჩაუწვა და ხელზე მოხვდა ბურთი სულ სხვადასხვა ანუ აბსოლუტურად სხვადასხვა წერია ყველაფერი მაგრამ იცით რა იყო იმად გაიტანეს და ძალიან მალე 3-4 წუთში ხო ბარკაიამ გაათანაბრა საჯარიმოს კუთხიდან ძალიან მალე получает Баркай номер 8 и сильнейшим ударом сравнивает счет. Первый тайм так и заканчивается с ничейным счетом 1-1. საერთოდ ბურთი ჩვენ ისე ჩანს ამ აღწერებ რუსულიდანაც სულ ჩვენია ეს ბურთი სულ ჩვენი თან ძალიან უჩივიან ამ მეტეოროლოგიურ ვითარებას და ისიც კი იყო ლაპარაკი რომ განგებ გადაიტანეს უფრო ცუდი ყოფილიყო და ასე შემდეგ მეორე ტაიმი დაიწყო გაიტანა გუსარო მაირო წერია ამ განცხადებაში რომ თამაში გარედან ივანოვის პასით აი ეს გოლი გაიტანა 4 წუთში ზაურკალოევმა ისევ გაიტანა Зауркалоев головой забивает гол. Опять результат ничейный. ანუ დიდხანს არ ვაჩერებთ რომ მაინც ის მაგრამ რთული თამაშია. იმ რუსული მეებს წერია მესხსო თავიდან უჭირდაო სტადიონი. მაგრამ მალე მოახდინა ადაპტაცია, რა მეცხი არის ნომერ 1 ვარსკვლავი, მაშინ უკვე რა, უკვე მიშა მესხი რა ეს არის. ხო იქ მე დაკოვია მცველი რომელსაც გაუთავებლად ეს აბურთავებს და მომენტები გვაქვს ტენგის მელაშუს უნდა გაიმას გაეტანა ეს ივანოვის დიდი ფეხბურთელი იყო მე მსნელი იყო ტორპედოს გვამწარებდა ხოლმე აცნაირი მსნელი იყო ესე ჭკვია და გაიტანა ამ ივანოვმა 67 წუთზე И Валентин Иванов посылает мяч в сетку ворот. Теперь важно удержать преимущество. მიდის ეს თამაში და მთავრდება 3 წუთი დარჩა. და აი მან აი დიდი შტურმია, დიდი და გაიტანა მელაშვილმა. 3-3, მაგრამ ისინი უკვე ხო ეგეთ ბოლო იმაში ისე რაღაცნაირად გაატყდნენ. ხან ისე ხან ასე, მაგრამ ან გაატყდება ამ პირიქით. აი მან არის მომენტი რო წერია ამ განცხადებაში, რომ იამანძე წააქციეს. და არ დანიშნა ამ წაპავეცკიმ რა ქვია. და გადავიდა თამაში დამატებით დროში. Мяч у Валентина Иванова. იქაც ძიმე თამაში იყო და მთავრდება. И вдруг следует неожиданный удар. Гол! და აი მან 120 წუთზე აი ამ ვალე ივანოვმა გაიტანა გოლი და დამთავრდა თამაში. 4-3. წავაგეთ ესე.
იქ წერია, აი ლელოში წერია ჩვენი მცველში არასწორად დაუდგაოთ რაღაცა. როგორც არის და კადრშიც ეს ბოლო გოლი ჩანს, მაგრამ პლანები ისე იცვლება კინოკამერით არის, რომ მომენტი იწყება, მე სხვა კუთხიდან არის და უკვე ჩანს როგორც იღებდნენ მაშინ ხო რაღაც ისე დამონტაჟებად. 2 ნომერი და 4 ნომერი ჩვენი მცველები და ის მე მაგაზე თბილისში მწვარა იყო რა ქვია, მწარე ხუმრობა იყო აი გამწარებული გულშემატკივრების რა ქვია. სერგო გავატარო და ბურთი უკვე კარშია რაღა უნდა გაატა. გვიან დაუძა. რაღაცა ეს მომენტი საფეხბურთო და წავაგეთ. აი მას მოყვა ეს პროტესტი. წავაგეთ, აი ეს ამდენი წელი მომდიოდით ამ დასამდე. კიდე გავედით 9 წელიწადში. წავაგეთ ისე მოსკოვის და ბოლოს მე 6 წელიწადზე არაც მოვგეთ, მე კიდე მოვგეთ მოსკოვის და ეს დამტკივნეული იყო, იმიტომ რომ ამდენი წლის მერე და თან რეალურად პირველი ჯილდო, არასდროს ჩვენ პირველზე არ გავსულვართ. არაფერ და არც თასი არ აგვიღია ფინალებში, მანამდე ყოფილვართ, აგვიგია და აი ესეც ესე. მეორე დღეს მიდიხარ ინგლისში. იქ ამბობდა რომ ისეთ ის იყო რომ ყველა თქვა ჩვენ არ წავალთ. არ გვაი არც თქვენ ტურნე გვაინტერესებს, მაგრამ მე ხო იცით ერევა და როგორ ამხელა იმას შლით. ის არავინ მაგის ხასიათზე და იმაზე აღარ იყო. აი ესე მაინც ავიდნენ ინგლისში. ბაზასტრინგში ფრენების ამბავი ხო მოგეხ 6 საათი ისედაც დავაგვიანეთ თქვა. ლონდონში ჩავფრინდით და ნისლი უბედურა. მაშინ ჯერ კიდე ნისლი მე ლონდონში ნისლი აღარ არის, მაგრამ ყველა ამბობს რომ ნისლი. და ეს ჩანს ყველა ნაწერებ. ბაშპინძლობდა ტოტენჰემ ჰოტსპური, ან პროფკავშირები, საბჭოთა საელჩო ძალიან დაგვეხმარა, საელჩოში მუშაობდა ახალგაზრდა ქართველი ნიკო ყიასაშვილი. აი ეს მას ამბობს მოგვატარა მთელი ლონდონი, მაგრამ ეს უკვე მერე ბრუნდებიან, იმიტომ რომ ეს ტურნე მკაცრი ტურნეა და ცუდი ამინდი ეხება წარმოიდგინეთ ინგლისის გულში მიდიან შიგნით არის ნოემბერი დაიწყო და 4 საათზე ღამე არა დამთავრებული. შეფილდში ჩადიან რომელსაც მოუგეს რა წინა 1960 წლის მაისი საერთაშორისო შეხვედრა შეფილდ უენსდეი ინგლისი დინამო თბილისი. არასდროს არ ავიწყდება გულშემატკივარს. ერთ-ერთი ასეთი იყო მესხის პენალტი შეფილდ უენსდეის კარში, რომელმაც გამარჯვება მოუტანა თბილისელებს. აგებენ 5 ნოლს ინგლისში. ძიმეო ისედაც ესეთი ძალიან ხისტი გუნდია და ესე გვეთა მეტყო იმათაც დამახსოვრებული ჰქონდათ აქ რომ რაღაცა საინტერესო ტურნირი, იმიტომ რომ დასკვნები გამოაქვს და არა მარტო ჩვენთვის, არამედ ინგლისურ ფეხბურთსაც სწორი დასკვნები გამოაქვს. აქო ნაკრებს რო შეხედავ მაგაცას ვერო. გუნდები ყოველთვის უფრო საინტერესო და მაგარია ვიდრე ნაკრები. დღემდე ასეა ინგლისში. აი ნუ არის ამის მიზეზები დიდი ინგლისური ფეხბურთი. უნდა უყურო გუნდებს აქვთ უკვე ძალიან მოწინავე ტაქტიკაო და ყველაფერი. ეს ნაკრები ყავთ რაღაცა უცნაურია ამბობს. მაგათთან თამაშო გუნდებთან ძალიან ძნელია, სიბართლე რო გითხრათ. კი ჯერჯერობით ვერაფერს ისეც ვერ იგებენო და ამ ევროპულმას, მაგრამ ეგენიო მალე, მართლაც მე ხო ეგრე მოხდა და მოხდა. 10 წელიწადში ყველაფერს რო ყველას რო უგებდნენ. ნუ ასე ამბობს კაცი რაც დაინახა რა ქვია. მე მიდიან ვულვერჰემპტონში ვულსთან სათამაშოდ და ის არის ლეგენდარული თამაში 5-5. და ვიგებდით 3-1 რაღაცა და აი ბოლოს უკვე მოგებული რო ეგონა თამაში როგორც ხდება ეს ინგლისური შტორმი ეს მონდის როგორც ითქვა და დილივერი ეს ბურთები მოდის თავზე მოდის და იმათ გაათანაბრეს. აი ეს ამასაც რო შევეჯახა ესეთი შტურმიო არ მინახია რომ ვეღარაფერს ვეღარ შევი, მაგრამ ჩვენ გვაქვს აი პრესა ამის ისინი ხო რაღაც ფეხბურთთან რაღაცა იმას აწერენ რომანებივით და ასე და ესე. აი შეწერა რომ ძალიან ჭკვიანი ფეხბურთელები ხარ. საერთოდ თავს არასდროს არ ეკებს. მაგალითად ღოღობერიძე
და სხვაებიც ჩამოთვლილია რა და მე დიდი ეჭვმაქ რომ თვითონ ყველა ჩაწერა მთელი გუნდია ჩამოთვლილი თითქმის ხო მაგრამ მე ხო ვარსკვლავი და ინგლისელები მაშინ კი არა მერეც დიდად არ წერდნენ ამ დასავლეთის ფეხბურთზე ეს მესხი დიდად არ იციან ვინ არის ხო რაღაცა იციან ალბათ წაიკითხე სადღაც ძალიან მაგარი ფეხბურთელია თუ გაგორებულ ბურთს მისცემ ზუსტად რა როგორც არის ყველაფერს იზამს, ოღონდ თან ხასიათზე უნდა იყოს, რაც ეს იყო მიშასაც რა ქვია. თუ თამაშობს, თუ არ თამაშობს, არ თამაშობს. და ბოლო თამაში აქვს ტოტენჰემ ჰოტსპურთან, რომელიც არის ლიდერი მაშინ. The question at White Hart Lane was whether all-conquering Spurs could deal with the Russian Cup finalists Tbilisi Dynamo. They're in white shirts. First pointer to the answer came in less than 20 minutes when Medwin banged one in. This must have rattled Dynamo. Wednesday can do, we can do better. Anyway, they soon got the equalizer through Melashvili. Bill Nicholson მწვრთნელი. ეს ლეგენდარული კაცია საერთოდ. ინგლისურ ფეხბურთშიც და ევროპულშიც. ეს არის ვინც პირველმა დაიწყო აი რომ ნახა მსოფლიო ჩემპიონატი და ბრაზილია როგორ თამაშობდა. აი ამ ძველი ტაქტიკების და იმის წაშლა და ახალი მოიგონა და აი დენი ბლანჩფლაუერი ვიღაცა და ვეთამაშე თუ და ნახევარ-დაცვა გვინდოდა აგვეყო რა საიღებო გიჟებივით არიან ისი აქტო ყველაფერი დახაზული ესა ანუ საინტერესო ძალიან იმატყובה რა რაღაცებს მე დადიან რა თქმა უნდა კარლ მარქსის საფლავზე უნდა წაიყო რა ქვია აიგეიტის სასაფლავზე ასეთი საბჭოთა ღონისძიებებიც არის მაგრამ გამაკვირვა ეგეთი რამე არასად არ მინახავს კაცო სტადიონზე ხო იწონებიან ფეხბურთელები, ახლა ყველა სპორტსმენი იწონება და ერთი ჩვენი ფეხბურთელი შედგა სასწორზე და არ მუშაობსო, იმას. ჩამოხტავ და ინგლისელმა გითხრა. 10 პენსიანი უნდა ჩააგდო და აქცოისო ხო. ესო ჯერ დასაწყისი იყო, იმიტომ რომ მანდ სასტუმროებში რა დროა წარმოიდგინე ჯერ კიდე ყველგან არისო ნომერში ბუხარიო და ნუ შეშა აღარ იხმარებაო ეს გადაყვანილი აქვს თუ გაზზეო და ნუ მოკლედ რა თანამედროვე აქვს მაგრამ არ თბებაო იმიტომ რომ გვერდზე ასევე ის გასვლა უნდა ჩააგდო რომ ჩააგდებ ინთება და 15 წუთი გათბები მე კიდევ და ჩააგდო ცოტა უცნაური ქვეყანაა არ წოდნია იმათი მომჭირნეობა მაგრამ ნახეს პირველად ბარემ გამახსენდა ვიტყვი ვულბზი რო იყო თბილისში, ის რა ქვია, ვესტ ბრომიჩი რო იყო თბილისში, ადრე ყვებოდი რომ აი ძალიან 3-0 რომ მოგვიგეს 55 წელს და იმ თამაში მონაწილეობდა ბობი რობსონი, შემდგომში ინგლისის ნაკრებს და ყველას მწვრთნელი, რა ძალიან ცნობილი ადამიანი მსოფლიო ფეხბურთში. და იმას აქ მოგონებებში რამდენიმე სტრიქონი ამ თამაშზე. არა აქვს ჩვენს გამო და იმის გამო რაღაცას წერს ბობი ჩარლტონზე და აიო ჩვენშიო საერთოდ ყველაზე ცნობილი ადამიანი იყო ბობი ჩარლტონი 10 წლების მანძილზე. წარმოიდგინეთ საბჭოთა კავშირში ჩავედითო ეს რო ქონდა ტურნეო და ეგეთი ქალაქი იყო თბილისიო. ბობი ჩარლტონი მაგ დროს იყო 18 წლის. მერე უკვე ეს მანჩესტერი რო შევიდა ჩემპიონთა ლიგაში და ძალიან გაითქვა სამხედრო. მან დრო ჩავედითო საერთოდ ძალიან იმით ხვდებოდენო ყველგანო, ბევრი ხალხი ხვდებოდაო და სადაც დაგვინახავდნენ და ღამე სასტუმროსთან მოვიდნენ ბიჭებიო და ყვიროდენო, ბობი ჩარლტონ. ჩვენ ხო იცით როგორ ჩვენთან ეგ არ თამაშობდაო, მაგრამ ბიჭო გაგვიკვირდაო, საიდან იციან ბობი ჩარლტონ ჯერ სულ ბავშვია. ნუ ის კი იყო ამამავალი ვარსკვლავი. ამით იმის თქონდა რომ აი ეს ინფორმაცია იყო, ვისაც უნდა და ემართებოდა რა ქვია რა. პოულობდა მამავს. ეგრე ჩაამთავრეს ეს, რა ქვია, სეზონი. მომავალი სეზონი რო დაიწყო, გაუშვეს რამდენიმე თამაშის მერე ანდრო ჟორდანი ამჯერად საბოლოოდ მერე ეს დინამოში აღარ დაბრუნებულა და ბასა ღობერძე მითამაშა 3 თამაში იმ სეზონში და პირდაპირ დანიშნეს თბილისის დინამოს მწვრთნელად. ეს ცოტა ხნით იყო, 1 წელი იყო, მაგრამ აი ეს გამოცდილებაც იყო.